გამარჯობა. მე ნინო სიხარულიძე ვარ, ქართულის მასწავლებელი. დღეს ტექსტი უნდა წაგიკითხო წითელ ფანქარზე. იცი რა საინტერესო რაღაცების ხატვა შეძლებია? მოდით რო არ დავკარგოთ და ერთად გავიგოთ რა ხდება. ტექსტი, რომელიც ახლა უნდა წაგიკითხო, ვასო გულეურმა დაწერა. და სათაურია წითელი ფანქარი. მაშასე, დავწყოთ ტექსტი. ოთახში თეკლა შემოვიდა. ხელში ფურცელი და წითელი ფანქარი ეჭირა. მივიდა უფროს ძმასთან და სთხოვა. დამეხატერა ყვავილი. ამცალია, სათამაშოდ მივდივარ, უთხრა ძმამ. ბურთი აიღო და გარეთ გაიქცა. მოდი აბა ახლა ვნახოთ ვისთან მივა. ალბათ მივხვდი დედასთან. თეკლა დედასთან მივიდა და სთხოვა. დამიხატე ყვავილი. ამცალი, სადილი უნდა მოვამზადო. დედამ გაუღიმა და წინ საფარი გაიკეთა. თეკლა ახლა მამასთან მივიდა ხო? მამასთან მივიდა და სთხოვა. დამიხატე ყვავილი. ამცალია, წერილი მაქვს გასაგზავნი. მერე სათვალე გაიკეთა და კომპიუტერს მიუჯდა. თეკლა ეზოში გავიდა. იქ ხეებს შორის გაბმულ ჰამაკში ჩაწვა და ჩაეცინა. ფურცელი ჩამოვარდა და მიწაზე დაეცა. უცებ წითელმა ფანქარმა გაიცინა. ისკუპა, დაბლა ჩამოხტა, მერე ფურცელზე დახტა და ხატვა დაიწყო. დახატა ლამაზი წითელი. როგორ ფიქრობ, რა შეიძლება წითელი ფანქრით დახატო? ყვავილი, როგორ გამოიცანი? წაკითხული გაქვთ ეს ტექსტი? ყოჩახ. კიდევ დახატა წითელი ვაშლი, არა, ბუშტი. და დახატა წითელი პეპელა. დააკვირდი? ჩანს ჩვენს ილუსტრაციაზე. პეპელაც, ბუშტიც და ყვავილიც. მერე ისევ ახტა და გოგონას ხელში ჩასკუპდა. თეკლამ გაიღვიძა და ფურცელს დახედა. რა ლამაზია! ნეტავ, ვინ დახატა? დაფიქრდა გოგონა. თეკლა მივიდა მამასთან და ჰკითხა. მამა, ეს შენ დახატე? არა, მე არ დამიხატავს. წერილს წერდი. ალბათ დედამ დახატა. თეკლა მივიდა დედასთან და ჰკითხა. დედა, ეს შენ დახატე? არა, მე არ დამიხატავს. სადილს ვამზადებდი. ალბათ შენმა ძმამ დახატა. თეკლა მივიდა ძმასთან. შენ დახატე ეს ნახატი? არა, არ დამიხატავს, სადმეცალა ფეხბურთს თამაშობდი. გაკვირვებული თეკლა დიდხანს ფიქრობდა და ფიქრობდა. უცებ ძველი ამბავი გაახსენდა. ერთხელ ღამით თვალი ვერ მოხუჭა. მაშინ დედამ უთხრა. თუ დაიძინებ, ციდან ლამაზი წვიმა წამოვა. წვიმა ყველაფერს გააცოცხლებს. როცა გაიღვიძებ ბუნება, ძალიან ლამაზი იქნება. მართლაც წვიმის შემდეგ ბუნება განსაკუთრებულად ხასხასა და ლამაზი ფერებით გამოირჩევა. უკეთესურაც ვერც ერთი მხატვარი ვერ დახატავს. ალბათ ჩემი სურათიც წვიმამ დახატა, თქვა თეკლამ. თან რა კეთილი წვიმა ყოფილა. მე სულ არ დამასველა. მერე თავის პატარა მაგიდასთან მიირბინა, უჯრიდან ფერადი ფანქრები ამოიღო, სურათს ჭრელა-ჭულა წვეთები მიახატა. მას შემდეგ თეკლას ეს სურათი საწოლთან უკიდია. დილაობით როცა გაიღვიძებს და შეხედავს ხოლმე, კეთილი წვიმა ახსენდება. როგორ მოგეწონა ტექსტი? მე მგონი საინტერესო ტექსტი იყო. ახლა მე და შენ ერთი თამაში ვითამაშოთ.
ჩვენს ტექსტს, ჩვენს ამბავს ჰქონდა დასაწყისი, ანუ როგორ დაიწყო ჩვენი მოთხრობა, ჰქონდა შუანაწილი, ანუ შემდეგ რა მოხდა და ბოლო, დასასრული, რით დამთავრდა. მოდი გავიხსენოთ თითოეულ ნაწილში რა ხდებოდა. ოღონდ მოკლედ. დასაწყისში თეკლას უნდოდა მისთვის ყვავილი დაეხატათ. გახსოვს? ესე რომ დადიოდა დედიკოსთან, მამიკოსთან, ძამიკოსთან დამიხატეო. შემდეგ რა მოხდა? ვერავინ ვერ მოიცალა დასახატად და სანამ თეკლას ეძინა ჰამაკში, წითელმა ფანქარმა აუსრულა ოცნება და დაუხატა ძალიან ლამაზი ნახატი. გახსოვს ეს წითელი ბუშტი რო იყო, წითელი პეპელა რო იყო, წითელი ყვავილი რო იყო? ხო, ეს იყო ამბის შუანაწილი. და როგორ დასრულდა ჩვენი ამბავი? რით დამთავრდა? თეკლას ეგონა, რომ ეს ნახატი კეთილმა წვიმამ დაუხატა. იმიტომ რომ დედიკოს ნათქვამი გაახსენდა. წვიმა ყველაზე კარგი მხატვარიაო. ესე იგი, ჩვენ გავარკვიეთ, რომ ამბავს აქვს დასაწყისი, შუანაწილი და დასასრული. ახლა კი დავალება. დახატე რაც გინდა და გაუკეთე წარწერები რა დახატე. რა საგნები დახატე. ამაში დაგეხმარება ჩემი რჩევები. დავალების შესრულებამდე დაფიქრდი, შენ რისი ხატვა გიყვარს ყველაზე მეტად. და თან რატომ? შესრულების დროს, ანუ ხატვის დროს, სახატავ ფურცელზე დახატე ნახატი. დააკვირდი შენს ნახატს, რა საგნები დახატე, რა ფერია. ყველა საგანს მიაწერე სახელი და ფერი. წითელი ყვავილი. რვეულის ფურცელზე დაწერე, რატომ აირჩიე ეს საგნები, რომელიც დახატე. ბოლოს წაიკითხე შენი ნაწერი ხმამაღლა, აი ეს სიტყვები და თუ რამე გამოგრჩა, აუცილებლად ჩაამატე. შევაჯამოთ ჩვენი გაკვეთილი და დავემშვიდობოთ ერთმანეთს. ჩვენ დღეს ვისწავლეთ, რომ ამბავს აქვს დასაწყისი, შუანაწილი და დასასრული. ასევე ნახეთ, რომ თხრობის დროს აუცილებლად უნდა დავიცვათ ეს თანმიმდევრობა. არ შეიძლება მოვყვეთ ჯერ დასაწყისი, მერე ბოლო, შემდეგ კი შუანაწილი, თორე ყველაფერი გაუგებარი გახდება. სულ ეს იყო. გემშვიდობები. მომავალ შეხვედრამდე. კარგად.